რანაირი პოლიცია ხართ, რა ამ დღეში ვარ? არაფერს არ გიშველი. რანაირი პოლიცია ხართ თქვენა? ისე ათმევათ და დადიხართ? აი ეხლა რეკა. ერთი წუთი აქ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. გამოვძან. ვინ არის ეს ადამიანი? ელმურაზ მამედოვი და ეს ითხოვს ქურდი ვარდი, უთხარი რომ ქურდი ვარ, და ვიცი ვინ არის. სად ცხოვრობს? აქ ცხოვრობს. კარდობანში. უკრაინის ნომერია. იქედან რეკავს და ითხოვს არ ვიცი სად არის, რა ვიცი სად არის, იქიდან რეკავს ხო. 10,000, 20,000 ფული გადახდილი აქვს. სუკალა იცის, მილიციას იცის, რომ ფული გადახდილი აქვს. რატო არ იჭერენ არ ვიცი. კაი ბიჭები ვართო. ფული გადამიხადე, რა შუნა გადავიხარ, აგე მანქანა დაწეს ახლა. არავინ ყურადღებას არ აძლევს. მარტო დადიან არაფერს არ ეშორებენ. დამითვია აშენებდნენ. გუშინაც მანქანა დაძეს, ღამეს 4 საათზე. ჩვენ შულს აქ. ხო, ვიდეო კამერა გახსნილია, დაძეს მანქანა და გაიქცნენ. ორი კაცი იყო. ნაღდი ანგარიში არის, რომ ფულს ვინც იღებს, აქ ცხოვრობს სოფელში. ვინც იხდის ციხეში გზავნის, სად გზავნის, ისინი კარგად იციან. ფული მიოთით ბავშვებს აშენებენ, რომ ბავშვებს მოკლათ ესე. სუკალას ეშენია. ორი ძელზადია ეგეთი ამბავი ხდება. ვისაც ცოტა ფული აქვს, იქიდან რეკავა რომ ამდენმა გადაიხადო. ახდევინებენ ხალხს ფულ და რეაგირება არაფერი არ არის თავრობის მხრიდან. ეგეთ მდგომარეობაში ხალხი. ახლა სახლი დაწვეს, ერთის მაღაზია დაცხრილეს, მეორეს რაც ჯიშკარი დაცხრილეს ავტომატით რა, ყურადღება არ არის. ფაქტი მიიღო. არჩევნები სანამ დაიწყებოდა ერთ წელიწადი მაგის წინ დაიწყეს ეს საქმე. ეხლა ვინც გადაიხადა, ვინც არ გადაიხადა, ეხლა არჩევნები დამთავრდა, ეხლა მაგათ დაასახელეს აქ ელმურაზ მამედოვი მაგალითად. სოფელში ლაპარაკობენ, მაგრამ დაზუსტებით რო არ ვიცი, რავი აბა, ეგრე ამბობენ. უბრალოდ ამბობენ რომ აი ეს ადამიანი. კი. აი ეხლა ამ ძუთას დარეგილი აქვს. ვის მანქანას დაიწვა, ეხლა ამ ძუთას დარეგა, ვინ არის არ ვიცი, რატო არ იხდიო? უარეს გაგიგეთებო, თუ არ გადაიხდიო. ეს ადამიანი შეიძლება ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი. 100%-იანი. რატო არჩევნების წინ იწყებს საქმეები? იძახ შენ ჭიბები გაავსე, რაც გინდა ის გააკეთე, კაცი არ მოკლა, ხალხი გადმოიყოლეს ჩვენ მხარე. არჩევნები რო იყო, ვისაც ფული აქვს, ვინც ლილოში ვაჭრობს, ბევრი ფული აქვს შიშით. ხალხს იცი როგორ ეზდებოდნენ, სახლებში შედიოდნენ, ფულს იხდიდნენ, ეგრე გამოიყავდათ ხალხი, რომ ხმა მოგვეცი. ალაზერ ირზაევის საცხოვრებელ სახლზე, როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული არის კამერები, სავარაუდოდ ამ კამერების ჩანაწერებით, რა თქმა უნდა დაინტერესდეს შინაგან საქმეთა და სამინისტრო. როგორც გითხარით, შემთხვევა მოხდა გუშინ გვიანღამით, არსებობს ვიდეო მტკიცებულება, რომელიც პირველებმა მოვიპოვეთ და ამ ვიდეო მტკიცებულებაში კარგად ჩანს, როგორ შემოდის უცხო პიროვნება ირზაევების საცხოვრებელ სახლში და მანქანას უკიდებს ცეცხლს. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრობოდით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ კარს მიღმა ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს და რა თქმა უნდა მათ დავუსვით კითხვა ელმურაზ მამედოვთან დაკავშირებით, კრიმინალურ ავტორიტეტთან, რომელიც რამდენიმე წელია ხალხს არეკეტებს სოფელში, რა თქმა უნდა დავინტერესდით, რატომ არ ინტერესდებიან თუნდაც იმ ადამიანებით, რომლებიც კრიმინალური ავტორიტეტის მარჯვენა ხელები არიან სოფელში.